Salamშვიდობის საარჩევნო მარათონისას ოპოზიცია პარიტეტის დაცვას ითხოვს. თუ ოპოზიციამ არ გაიმარჯვა, არჩევნები გაყალბებული იქნება, ამბობენ ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები. საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიაშნიათ, რომ ოპოზიციის ნაწილი კონფრონტაციისათვის საბაბს ეძებს. მზერაში 22 საათზე თინა ხიდაშელი, მამუკა კაციტაძე, პავლე კუბლაშვილი და ლევან ბეჟაშვილი საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას ახდენს კიდევ ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი, მზერის სტუმარი ირინა სარიშვილია. ამას გარდა რუსეთში არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შედის. მოსკოვიდან ნაციონალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი სტანისლავ ბელოვსკი, თბილისიდან კი კოტე გაბაშვილი. მზერაში თქვენ ნახავთ. ერთიანი ეროვნული საბჭო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს განმარტებას თხოვს. ოპოზიციის წევრები თანაბარ უფლებებს მოითხოვენ. მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ტელეკომპანია მზის მიმართ ჩვენი პატივისცემა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ტელეკომპანია და აქ არის, როგორც გითხარით, ტელეკომპანიების მიხედვით დაყოფილი, სადაც თითქმის არასრულად, მაგრამ თითქმის თანაბარ რეჟიმში არიან წარმოდგენილი კანდიდატები. თანაბარ უფლებიანობის დარღვევაზე საუბრობენ მემარჯვენეებიც. ეს არის სხვა არაფერი, თუ არა დარღვევა თანაბრობისა მედია საშუალებების გამოყენების პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პრევენციულ ზომას იღებს და აცხადებს, რომ 5 იანვრის არჩევნები გაყალბდება. გაყალბების ჯადოსნური კარუსელი ამუშავებულია მთელი სიმძლავრით. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია კონფრონტაციის საბაბს ეძებს. თუ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ხელოვნურად მოხდეს გამოგონება რაღაცა მიზეზის, რომლის შედეგადაც უნდა კვლავ განვითარდეს მასობრივი არეულობის პროცესები, ეს იქნება აკვეთილი 29 ნოემბერი მზერაში 22 საათზე. თემის განხილვით ჩვენ სტუდიაში თინა ხინდაშელთან, მამუკა კაციტაძესთან, პავლე კუბლაშვილთან და ლევან ბეჟაშვილთან ერთად ბრუნდებით. საღამშვიდობის ბატონებო, საღამშვიდობის ალბათონი. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ ის, რომ თქვენ ითხოვეთ პარიტეტის დაცვა, პარიტეტის დაცვას ვითხოვ მეც. იმედია თქვენ მე გაგინაწილებთ თანაბარ დროს და თანაბარ დროში ჩაეტევით და არ იქნება დისკუსიაში შესვლა ერთმანეთში. იმედია ამაზე შევთანხმდებით ხომ ბატონო მამუკა. შეამოვნებით თუ მაგალითს მიცემთ ხელისუფლებას პარიტეტის დაცვას, კარგი იქნება. ალბათონ თინა, ერთგვარად პრევენცია იყო ის თუ არა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ 5 იანვრის არჩევნები გაყალბდება. ხო არა. თქვენს ქუდშიც იყო ეს ფრაზა, რომ ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციამ არ გაიმარჯვა არჩევნები და არა მარტო ერთიანი ეროვნული საბჭოს. ასეთი რამ ჩვენ არ გვითხოვს, არც ერთხელ, მე პირადად არ მithქვამს და არც ერთ ადამიანს ჩვენი საბჭოდან ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით დღეს და რაზეც ვსაუბრობთ ამ ხნის განმავლობაში, არის ის, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მივაწვით ჩვენ ინფორმაციას იმ დარღვევების შესახებ, რომელიც უკვე არის სახეზე. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ გაყალბება დაწყებულია, გაყალბება არ არის მხოლოდ ყუთებში ბიულეტინების ჩაყრა. ის რაღაც სტანდარტული გაგება, რომელიც არსებობს. გაყალბება ხდება ყველაზე უფრო მეტად წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და შემდეგ უკვე დაგვირგვინებაა ხოლმე ის, რა მოხდება არჩევნების დღეს. ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც ერთხელ ჩვენ ასეთი განცხადება, რომ თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ ეს არჩევნები გაყალბდება. განაცხადა, რომ აუცილებლად ის გაიმარჯვებს და ორი აზრი არ არის. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია. ადამიანები არ მონაწილეობენ არჩევნებში, თუ ისინი საკუთარ გამარჯვებაში არ არიან დარწმუნებული და მე ვერ წარმომიდგენია, რომელიმე კანდიდატი ახლა გამოვიდეს ეთერში და თქვას, რომ მე აუცილებლად დავმარცხდები. ეს ალბათ უბრალოდ წარმოუდგენელია, ხო? ადამიანები მონაწილეობენ არჩევნებში გამარჯვების იმედით და რა თქმა უნდა, ისინი აგულიანებენ, ამხნევებენ საკუთარ ამომრჩეველს და ღიად აცხადებენ, რომ იბრძვიან გამარჯვებისთვის და ისინი იქნებიან გამარჯვებული. მე ყველგან ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, რომ 6 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი იქნება ლევან გაჩეჩილაძე. და ეს არის ჩვენი მიზანი, ამისთვის ვიბრძვით და ასე გვინდა რომ დამთავრდეს ეს ბრძოლა და მე არ მგონია ხა მაშინ რაღაც იყოს უცნაური და გავგებარი. თუმცა მე პრეტენზიები. ხო, ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ გაყალბებაზე ვსაუბრობთ იმაზე, რა ვითარებაშიც არის საქართველოს არჩევნების საარჩევნო კამპანიის ოფიციალური გახსნიდან მესამე დღეს თუ მეოთხე დღეა დღეს რა დღეა ხუთშაბათი ხო? მეოთხე დღეს. და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ დღეს, ჩვენ ვაცხადებთ ძალიან ხმამაღლა და კიდევ გავიმეორებთ ამას მუდმივად ყოველდღე, როგორც კი ასეთ დარღვევები იქნება სახეზე, რომ მე მივმართე დღეს ქალბატონ ნინოს, კახა კუკავამაც გააკეთა ეს მიმართვა ქალბატონ ნინოზე. ჩვენ გვაინტერესებს ძალიან მარტივი რამ და სწორ ძალიან მარტივ კითხვას. იქნებ გვიპასუხოს ხელისუფლებამ, ვინ არის დღეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. საქართველოს
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე თუ საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ რომ ის რაც გუშინ ნახა მთელმა საქართველოს ტელეეთერში, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოქალაქე სააკაშვილი გვერდში ეჯდარა მინისტრი და მას აძლევდა დავალებებს. თან თქვა რომ მისი ეს თხოვნა არის დავალებებზე უფრო მეტი. და შემდეგ როდესაც იგი ამბობდა რომ აიხლა აუცილებლად დაუკანონეთ, მიაკუთვნეთ და რა ვიცი, ბევრი სიტყვები გამოიყენა კიდევ ამა თუ იმ ადამიანთა ჯგუფს ესაც მერიაში გამართულ შეხვედრას. მერიაში გამართულ შეხვედრას გულისხმობდა და ბოლოს მან თქვა რომ საახალწლოდ ნობათს მიიღებენ მისგან ყველა დევნილი ოჯახი. ეს არის უკვე არჩევნების გაყალბების საფეხურები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოდით ვაპასუხებინოთ ბატონ ლევანს და შემდეგ მოგიბრუნდებით. გაყალბება არ არის მხოლოდ ხუთებში ბიულეტენების ჩაყრა, მანამდე მთელი ეს პროცესი იმის მიხედვით როგორ წარიმართება 25 დეკემბერს, 15 დეკემბერს, 30 დეკემბერს არის რომელიც დღეს გინდათ ავიღოთ ნიშნულად საზოგადოებამ, თქვენ ჟურნალისტებმა, ჩვენ პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა, დამკვირვებლებმა უნდა თქვან როგორი იყო წინასაარჩევნო კამპანია. ამიტომ ყველა კანდიდატი და მისი შტაბი ბუნებრივია ამ რეჟიმში მუშაობს. გასაგებია ყველაფერი იყოს ნათელი საზოგადოების და განმარტებისათვის თქვენს და მაყურებელსაც ვეტყვი რომ ჩვენი ეთერით გასული ეს მასალა იყო პოლიტიკური რეკლამა და სხვებსაც ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და სხვებსაც შეუძლიათ შემოიტანონ განმარტებისთვის. ბატონ ლევან, არის კონკრეტული ბრალდებები? ნუ წინასაარჩევნო კამპანია ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოირჩევა ხელისუფლებისადმი ბრალდებებით. ერთი მეორე საქმე, რამდენად საფუძვლიანი არის ეს ბრალდებები. ხა თუ პარიტეტის დარღვევაში ჩვენი ოპონენტები გულისხმობენ იმას, რომ პრეზიდენტი მერიის შენობაში შეხვდა პრეზიდენტობის კანდიდატი ძალიან გთხოვთ ჩვენ ხომ შევთავ. ნუ ეს არის ობიექტური რეალობა ხალხო. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რომ ორი დღის წინ მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, მან ნებაყოფლობით გააკეთა შესაბამისი განცხადება და საარჩევნო მარათონი ამ განცხადების შესაბამისად დაიწყო და ეს არის ობიექტური რეალობა. ქალბატონმა თინამ დასვა კითხვა, რა სახით, ვინ არის დღეს ქვეყნის მეთაური? პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თუ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. ბუნებრივია, სასახაპასუხი არის, რომ პრეზიდენტის მოვალეობას დასრულებს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ხოლო მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტობის კანდიდატი და იმავდროულად ყოფილი პრეზიდენტი. ყოფილ პრეზიდენტს ჩვენი კანონმდებლობით და ჩვენ ასე ვთქვათ, იმ ნორმატიული აქტებით, რომელიც ასე ვთქვათ, არეგულირებს უმაღლეს თანამდებობის პირების ასე ვთქვათ, თანამდებობის მერე საქმიანობას. დადგენილი არის რომ ყოფილ პრეზიდენტს აქვს გარკვეული პრივილეგიები და ეს პრივილეგიები არის ნებისმიერი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა, ნებისმიერი თავის პატივისცემელი სახელმწიფო ყოფილ თანამდებობის პირებს უზრუნველყოფს მათ სოციალურ გარანტიებით, დაცვით, უსაფრთხოებით და ასე შემდეგ. ბუნებრივია დღესაც პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს იმ უფლებამოსილებით, იმ პრივილეგიებით, რომლებიც კანონმდებლობიდან გამომდინარე, როგორც ყოფილ პრეზიდენტს აქვს. ეხლა რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური თანამდებობის პირებს თავისუფლად შეუძლია წინასაარჩევნო აგიტაციაში მიიღონ მონაწილეობა, აქ საუბარი იყო მინისტრის თანდასწრებით მოხდაო შეხვედრა, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აკრძალული არ არის და მას უფლება აქვს მიიღოს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, იმიტომ რომ შესაბამისი მინისტრიც იყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თინასი მითითება, რომელიც მისცა მინისტრს. თავიდან დაძვე ქალბატონმა თინამ თვითონ აღნიშნა, რომ თხოვნა არის და ეს თხოვნა დავალებაზე მეტია. ბუნებრივია ეს არის როგორც მისი სურვილი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის სურვილი, რომ რეალურად საზოგადოების ამ ფენას და მიმართებაში, დევნილების მხედველობაში განხორციელდეს ის საარჩევნო ხედვა და ის პოლიტიკური ხედვა, რომელიც მას როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს გააჩნია კონკრეტულად დევნილებთან მიმართებაში, ესეც სავსებით ჩვეულებრივი და გასაგებია. დიდი მადლობა ბატონ ლევან. ბატონ მამუკა, თქვენს გქონდათ პრეტენზიები წინასაარჩევნო მარათონთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად თქვენი პრეტენზიების შესახებ. მოგესალმები, მივესალმები ტელემაყურებელს. თქვენ ბრძანეთ თქვენს გქონდათო. მე ვფიქრობ, რომ ყოფილ ადამიანს არ შეიძლება არ ჰქონდეს პრეტენზიები იმ რეალობასთან მიმართებაში, რაც შექმნილია წინასაარჩევნოდ საქართველოში. კი დღეს მე პირველად გამომართე პრესკონფერენცია ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის რანგში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სწორედ ამ პრესკონფერენციაზე ყურადღება გავამახვილე იმ კანონგადაცდომებზე, რომელსაც აქვს ადგილი აგერ უკვე 4 დღის განმავლობაში. ჯერ 4 დღეა გასული და უკვე რამდენი კანონგადაცდომა, რადგან დავიწყეთ გუშინდელი შეხვედრით ორი სიტყვით, მე შევეხები მიუხედავად იმისა, რომ ნათელია ყველასთვის ყველაფერი. დიახ,
მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი. დიახ, მისი გუნდის წევრები არიან უგულავა, სუბელიანი და ასე შემდეგ, მის გვერდით შედან, მაგრამ ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს არანაირად არ აქვს უფლება, რომ დავალებები, არა თხოვნები, დავალებები გასცეს. იქ იყო პირდაპირ თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ, რომ ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესში გაატარეთ და დაუკანონეთ ყველაფერი. არავითარ შემთხვევაში არ დახუროთ სკოლები, სადაც სტოლვილი ბავშვები სწავლობენ. რა არის ეს? ტონი გასაგებია, რომ იყო ბრძანებლური, მიჩვეულია ის ამ ტონს ამ გუნდის წევრებთან მიმართებაში, მაგრამ ეს არის პირდაპირი დავალება და არავითარ შემთხვევაში სურვილი და თხოვნა. თავიდანვანებოთ იმას, რომ ეს ყველაფერი მოხდა მერიის შენობაში, მერიის დარბაზში, როგორც ასეთი და მე ვფიქრობ, რომ ყველა კანდიდატისათვის არ არის ღია მერიის შენობა და როგორ ხდება ამ შენობის აღება, დაფინანსება იმ ყველაფრისა და ასე შემდეგ, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, როგორც ასეთი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ 5 იანვარზე და 5 იანვარს გაყალბდება თუ არ გაყალბდება და ასე შემდეგ, მე მინდა თინას დავეთანხმო, რომ გაყალბება არ არის მხოლოდ 5 იანვარს მომხდარი ფაქტები, ოქმების გადასწორება, ეგრეთ წოდებული კარუსელები და ასე შემდეგ. გაყალბებაა ნებისმიერი კანონგადაცდომა, რაც ხდება წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში. და ის კონკრეტული, ფაქტები თუ ფაქტები, რომელიც მე დღეს გავაჟღერე. გარდა იმისა, რაც გუშინ ვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გამოსვლის დროს. მიმდინარეობს ძალიან აქტიური პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური წნეხი საქართველოს მასშტაბით მთლიანად და მე დღეს პრესკონფერენციაზე კონკრეტული ფაქტები დავასახელე და რომ არ გამოვიდეს ოპონენტებისაგან ან საზოგადოებისგან ისეთი აზრი არ იქნა შექმნილი, რომ მე სიცრუეს ვლაპარაკობ ან ყურით მოთხრეული ფაქტები მომყავს, მე მინდა კონკრეტულად დავასახელო ეს ფაქტები. კერძოდ, ოფისებთან დაკავშირებით, ჩვენ ახალმა მემარჯვენეებმა თბილისში დიღმის მასივში და წერეთლის პროსპექტზე ავიღეთ ერთ დღეს ოფისი, შეუთანხმდით მეპატრონეს, მეორე დღეს მივედით და ისინი ამბობენ, რომ მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, გითხრეს, რომ თქვენზე არ უნდა გაიცეს ოფიცები და შარშინუ ჩაგვაგდებ თავი დავანებეთ. ბოლნისში ავიღეთ ორი ოფისი, ოფისის მეპატრონეები სამხარაძე, ტყემალაძე, მეორე ოფისის მეშველიანი. მეორე დღეს მივედით, იქაც ისევ უარი, მოვიდნენ ნაციონალები, დამიბარეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, ვერ მოგცემთ თქვენ ოფისს. შემდეგ ლიდერებისა და მხარდამჭერების დევნა. კონკრეტული მაგალითები. ახალ ქალაქში ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი არმენ ფარმანიანი, რომელსაც დაუწესეს პირდაპირ თვალთვალი ადგილობრივმა პოლიციამ, ხოლო ჩვენს იქაურ აქტივისტს წაართვეს მხარდამჭერთა ბლანკები და იმ ადგილზე 1 საათის განმავლობაში ახალქალაქის პატრული პატრულირებდა, რომ არ მომხდარიყო რაღაც მსგავსი რამ. ამბროლაურის რაიონში ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბატონ ასლან საგანელიძეს ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლებმა დაურეკეს და უთხრეს, თუ არ მოეშვება ის აქტიურობას ახალი მემარჯვენეების სასარგებლოდ, მას შეექმნება სერიოზული პრობლემები პროკურატურიდან. თეთრი წყაროს რაიონი, ბატონი რომან ალთუნაშვილი. იგი მუშაობდა საჯარო რეესში მოადგილედ და მე აქ მაქვს ბრძანება, რომლის მეშვეობითაც გამოჩნდა თუ არა ის ახალი მემარჯვენეების მხარდამჭერთა რიგებში და ჩვენს გვერდით, ის გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. ეს არის კონკრეტული ფაქტები. გასაგებია. საინტერესოა რა ბატონებო გზალება წინა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და პოლიტიკურ პარტიებთან წინა საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ვის პედაგოგსაც ეკრძალება? პედაგოგს არ იკრძალება. იქნებ რანგი გეკითხათ ამ საჯარო მოხელეს ის ხელმძღვანელი საჯარო მოხელე საჯარო რეესში მუშაობდაო თქვენ არ აღნიშნეთ. კი, მაგრამ რა რანგში მუშაობდა, ამას არ აქვს ბატონ ლევან მნიშვნელობა. მე მგონი ახლა საჯარო რეესში მუშაობის რანგს თავისი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა მედიის დევნის ფაქტი კონკრეტული, მე მინდა ეს თქვენთვის ალბათ საინტერესოა, რომ სენაკში არსებობს ადგილობრივი გაზეთი მრწამსი, რომლის რედაქტორის ბრძანდება ქალბატონი ლანდა მასხულია. იმის გამო, რომ ამ გაზეთში შევიდა კრიტიკული, უბრალოდ დაიბეჭდა კრიტიკული მასალა პრეზიდენტ სააკაშვილზე, მაშინ ჯერის პრეზიდენტი იყო, შევიდნენ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები და სერიოზული დევნა განახორციელეს. დიდი მადლობა. აი თუ ეს ყველაფერი იქნა, რეზო, თუ ეს ყველაფერი იქნა, ყოველგვარი ყუთში ბიულეტენების ჩაყრის გარეშე, ყოველგვარი ოქმების გადასწორების გარეშე, ყოველგვარი დევნის გარეშე, ეს ყველაფერი არის ისედაც დარღვევა, გასაგებია. 5 იანვრის არჩევნების დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ბატონ პავლე, თვლით ფლობ თუ არა ჯერ ერთ ამ ინფორმაციას და თვლით თუ არა რომ გადაცდომები იყო? მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს და თქვენ სტუმრებს. პირველი რასაც მინდა ხაზი გავუსვა, ჩემთვის უფრო სასურველი იქნებოდა და მისასალმებელი იქნებოდა, თუ წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი დრო ბრიფინგების დროსაც, ისედაც სატელევიზიო ეთერითაც დაეთმებოდა კონკრეტული პროგრამების და ხედვების პრეზენტაციას და კონკრეტულად იმის ახსნას საზოგადოებისათვის, თუ რას გეგმავს ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება, მისი ლიდერი, იქნება ეს პოლიტიკის საკითხები, საგარეო პოლიტიკის საკითხები, ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები თუ სხვა.
ნაცვლად ამისა ჩვენ სამწუხაროდ გვესმის რაღაც მართლაც აურზაურის ატეხვის მაგვარი და განცხადებები, რომელიც ერთადერთ მიზანს ისახავს, რომ შექმნას ფონი თითქოს რაღაც ხდება ისეთი საარჩევნო პროცესში, რაც გავლენას მოახდენს შემდეგ არჩევნებზე. არჩევნებზე ნამდვილად მოახდენს გავლენა არჩევნების შედეგებზე ის, რომ ის თუ ვინ როგორ შეძლებს წარმოჩენას თავისი პოზიციის. და ეხლა ის, რაზეც საუბრობდა ბატონი მამუკა, ის რომ თქვათ მერიის შენობაში გაიმართა შეხვედრა და ეს იყო თურმე ისეთი დარღვევა, რომ ამის რაღაც გამოსწორება შეუძლებელია, პირველი რასაც მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენი საარჩევნო კოდექსი ძალიან ამომწურავად აკეთებს ჩამონათვალს თუ რომელი შენობები არ შეიძლება იქნას გამოყენებული წინა საარჩევნო აგიტაციისთვის. ეს არის სასამართლოების, პროკურატურის, სამინისტროების შენობები და აქვე არის სამხედრო ნაწილები. ყველა სხვა შენობა არა, პარლამენტთან დაკავშირებით ეს შეზღუდვა არ არის. ყველა სხვა შენობა ასეთ აკრძალვას არ ექვემდებარება, უბრალოდ არის ერთი ჩანაწერი. იმ პირობით, რა პირობითაც ერთ სუბიექტს ეძლევა საშუალება ისარგებლოს ამა თუ იმ ფონებით, ამა თუ იმ შენობით, უნდა მიეცეს სხვა სუბიექტსაც ამ შენობით სარგებლობის უფლება. მე არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ იქნებ ბატონმა მამუკამაც დააზუსტოს ეს მიმართეს თუ არა ქალაქის მერს იმ შენობის იმ ოთახის სარგებლობის მოთხოვნით და მიიღეს თუ არა უარი. მე თუ ნახავ ასეთ უარს, მე ვიტყვი ნამდვილად რომ ეს იყო დარღვევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ესეთ მიმართვას ადგილი არ ქონია და თუ ექნება ასეთ მიმართვას ადგილი, მათ ზუსტად იგივე პირობებში შეეძლებათ სარგებლობა, რა პირობებიცაც ეს ქონდა მიხეილ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს. აქედან გამომდინარე, აურზაურის შექმნა ამ ფაქტის გამო, როდესაც კოდექსი ამას უშვებს და საარჩევნო კანონმდებლობა ამას არ ეწინააღმდეგება, მე ვთვლი რომ ეს არის მართლაც რაღაც თითიდან გამოწვეული არგუმენტები და რაღაც წინასწარი ფონის შექმნა იმისათვის, რომ შემდეგ გამართლდეს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის წარუმატებლობა არჩევნებში. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, რომელიც დასახელდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი გადამოწმება ასევე შესაძლებელი არის და ბატონ მამუკასაც ალბათ თუ აქვს ესეთი დადასტურებული ინფორმაციები, ექნება საშუალება, რომ უფრო დეტალურად წარმოადგინოს ისინი. თუმცა ძალიან ბევრ რაიონში გახსნილია ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების ოფისი. არანაირი პრობლემა მათ არ შექმნიათ და მე არ მესმის, რატო შეიძლებოდა ყოფილიყო კონკრეტულად ახალი მემარჯვენეების მიმართ რომელიმე რაიონში, რომელიმე მუნიციპალიტეტში ესეთი პრობლემა. მე შემიძლია ვთქვა იმ რაიონის მაგალითზე, საიდანაც მე ვარ, ტყიბულის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პრობლემა არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ესეთივე მდგომარეობა ყველა სხვა თუმცა ალბათ ეს ფაქტები მაინც გადამოწმებას საჭიროებს იმედია და მეთანხმებით ბატონ პავლე, თქვენი მოსაზრება აბსოლუტურად გასაგებია. ქალბატონ თინო, თქვენ ახსენეთ რომ დარღვევები არის ბატონი მამუკაც იგივეს ამბობს, მაგრამ როგორ აპირებთ რომ აღიკვეთოს მსგავსი დარღვევები და რა არის გარანტია იმისა, რომ თუნდაც 5 იანვრამდე მივალთ დარღვევების გარეშე? რა შეიძლება იყოს ამის გარანტია? უცხოელი ექსპერტები, გარკვეული მონიტორინგი ამ ყველაფერზე თუ რა? თავარი და ერთადერთი გარანტია ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ნება გამოხატული საქართველოში დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულების მხრიდან. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში გაჩნდება, ყველა პრობლემა, რომელიც ქვეყანაში გაჩნდება ამ 40 დღის განმავლობაში, ყველა პრობლემაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ქალბატონ ნინოს. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ იგი აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და იმედი მაქვს, რომ იგი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ყველა ამ დარღვევაზე. მე უბრალოდ მინდა არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ თქვა იმაზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ. ჯერ პირველ რიგში პარიტეტთან დაკავშირებით აქ რაღაცა პარიტეტში ცოტა ვერ ავართ. ორი-ორზე არ ავართ უკაცრავად მე და მამუკა. არა მხოლოდ სხვადასხვა პარტიებს წარმოვადგენთ, არამედ სხვადასხვა კანდიდატებს წარმოვადგენთ ამ შემთხვევაში. თუმცა თქვენი ადრესატი გაერთიანებული და ბატონი პავლე არ არიან. არის მიხეილ სააკაშვილი. მე ამას შემთხვევა არ აქვს, თუ გინდათ 5-ნი მოვიდნენ და თუ გინდათ 20-თან ვიკამათებ, მაგრამ ისე უბრალოდ აღვნიშნე ეს ფაქტი. ეხლა რაც შეეხება შენობებს, მეც მინდა შევუერთდე იმას, რასაც მამუკა ამბობდა აქ. მე არ ჩამოვყვები ახლა აქ დეტალებში, იმიტომ რომ ვერც ბატონი ლევანი და ვერც ბატონი პავლე ვერანაირ პასუხს აქვს ჩვენ ამაზე ვერ გავცემენ. ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს გლდანში მაგალითად ჩვენ, სადაც უკვე მე-6 ჯერ შევიცვალეთ ოფისი ამ 4 დღის განმავლობაში და სამ შემთხვევაში გვაქვს ხელშეკრულება ხელმოწერილი, რომელიც შემდეგ უკან დაგვიბრუნეს, მაგრამ ეს არ აუშავს. დარბაზებს რაც შეეხება, ჩვენ მაგალითად გუშინ უარი მივიღეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან. დღეს უკაცრავად უარი გითხრა სახელმწიფო უნივერსიტეტმა, უნივერსიტეტში გვინდოდა ჩვენ პროგრამის პრეზენტაცია, მათ გითხრეს, რომ ეშინიათ, ძალიან სასაცილო პასუხი მივიღეთ. ამიტომ ეს პრობლემები არის, ეს პრობლემები მოგვარდება. ვინ გითხრათ რომ ჩვენ გვეშინია და ამიტომ? ამ მნიშვნელობა აქვს ხარ. არა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეს ადამიანი არის უნივერსიტეტის რექტორი, ამას ძალიან მე არ მინდა, რექტორი არ არის.
ეს არის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია უნივერსიტეტის შენობაზე და მატერიალურ ტექნიკურ საქმეებზე და ეხლა მის გორზასახელს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი აქ ის არის, რომ თუ კი ხელისუფლება გააგრძელებს აი ამ რეჟიმში ცხოვრებას. ყველაფერზე იტყვის, რომ ეს არის სისულელე, ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა, რომ ეს არაფერი არ ხდება. ეს ასიახლე არ იქნება ჩვენთვის, ეს ფილმი უკვე დიდი ხანია ნანახი გვაქვს და ვიცით, რომ ისინი ვერაფერს ვერ ხედავენ, ვერანაირ პრობლემას ვერ ამჩნევენ, გონიათ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ისევ ისე არის, როგორც იყო 2004 წლის იანვარში არჩევნების წინ. ეს ვიცით, შეგვეუბნები ვარ, შეგვიძლია ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. ჩვენ ამ ყველაფერს ვიტყვით, მე დარწმუნებული ვარ, ახალი მემარჯვენეებიც იტყვიან, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც იტყვიან იმისათვის, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ეს ჩვენი სათქმელი, საზოგადოება მიცოდეს, რა პირობებში გვიხდება ჩვენ ახლა ურთიერთობა და საარჩევნო კამპანიის ჩატარება. პასუხები ვიცით, ეს პასუხები ვიცით, თუ რამე ახალს გვეტყვიან, გამოიძიებენ, გაარკვევენ, ეს კარგი იქნება. არ გააკეთებენ, ეს მათი პრობლემაა. საბოლოოდ მათზე იმოქმედებს, მაგრამ რაც მინდა მე ვთქვა, ის რაზეც ალბათ იმედი მაქვს, რომ ვერავინ ვერ უარყოფს, ხო? და ვერ იტყვიან, რომ ჯერ არ ვიცით, არ გაგვიგია შევამოწმოთ, გადავამოწმოთ. არის ძალიან მარტივი რამ. 2007 წლის 29 ნოემბერია დღეს. საარჩევნო კამპანია გაიხსნა 4 დღეა. ტელეკომპანია იმედი ისევ არ არის ეთერში. გუშინ საეთერო მაუწყებლობა შეუჩერეს ტელეკომპანია მაესტროს და მე ვიცი და რომ დიდი მადლობა ქალბატონინოს მისი პირადი ჩარევით მოხდა ის რომ დაბრუნდება თუ უკვე არ ჩართეს არ ვიცი ხა დღეს აღარ მინახავს დაბრუნდება იგი ეთერში ისევ. ესეთი ამბები არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ დღეს ჩვენ არა იმიტომ მხოლოდ რომ ზოგადად დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს დღეს არ უნდა ხდებოდეს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვიმყოფებით და ყველაფერი ძალიან მტკივნეულად მოქმედებს ჩვენ საზოგადოებაზე და სახელმწიფოზე, თორე აქ არ არის რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე საუბარი ან რომელიმე კანდიდატზე. ქვეყანაზე მოქმედებს ცუდად, იმიტომ რომ დღეს ისევ მოყოლებული 7 ნოემბრიდან დღემდე და დღეს კიდევ მეორდება ამ ქვეყნის შესახებ, ჩემი ქვეყნის შესახებ. ეს არ არის მარტო რომელიმე ხელისუფლების წარმოადგენლის ქვეყანა, ეს ჩემი ქვეყანაც არის და მეც ძალიან მტკივა როდესაც ჩემ ქვეყანაზე კეთდება ის შეფასებები, რომელიც კეთდება მთელ მსოფლიოში. დღესაც მოვისმინეთ ჩვენ დენფრიდის განცხადება, მეტბრაიზას განცხადება, მე რამდენადაც ვიცი იქნება კიდევ სხვა ევროპული სახელმწიფოების განცხადებები იმეთთან დაკავშირებით, ტელემაუწყებლობებთან დაკავშირებით, იმ პრობლემებზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის. მე ეს მაწუხებს, როდესაც ჩემ სახელმწიფოზე ასეთი მაღალი ტრიბუნებიდან ცუდ რამეებს ლაპარაკობენ, ობიექტურ პრობლემებზე ლაპარაკობენ, რომელიც ჩვენთან არის და ხელისუფლება გვეუბნება, რომ არაფერი არ ხდება, რომ ჩვენ რაღაცა ჭიქაში ქარიშხალს ვტეხთ, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ცივილურად მიმდინარეობს და პრობლემები და ბოლო წინადადება და ვასრულებ, გუნდის წევრები არიან ის მინისტრები და არ ეკრძალებათ, ვადასტურებ, არ ეკრძალებათ. ეს მათ მიერვე მიღებული მახინჯი კანონმდებლობის შედეგია, რომ მინისტრებს არ ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ეს როგორ არის? იცით ახლა კანონში რომ დაგვიწერონ, რომ ქუჩაში გამოვარდები, ხელისუფლება რა ხანმალ ხალხს დავხოცავო, მე ვამტკიცოთ, რომ კანონიერიაო, დაახლოებით ეს რამე, რასაც უნდათ, იმას ჩაწერენ კანონში და კი, კანონში ეწერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამართლიანია, განშოს პრობლემა უნდა ქონდეს და ერთ პატარა რამეს გავახსენებ მე ხელისუფლებას. ყობა სუბელიანი, ან რომელიმე სხვა მინისტრი, დიდი ბოდიშით. ჩემი მადამი პატივისცემის ან პატივისცემის არ ქონის მიუხედავად. მათი გუნდის წევრი კი არ არის, საქართველოს მინისტრია, ამ ქვეყნის მინისტრია. აი დღეს ამ ეთერში, მე დღეს ბრიფინგზეც თქვი, არ ვიცი ეს ნაწილი გაშუქდა თუ არა, ამიტომ დღეს გავიმეორებ კიდევ ერთხელ. ამ ეთერში რომ მე მოვითხოვ, რომ ყველა შეხვედრაზე ჯგუფებთან, რომელთანაც ჩვენ გვექნება, ექიმებთან, ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მუშაკებთან, განათლების მინისტრი, დევნილებთან, დევნილების მინისტრი. დაესწრონ ჩვენ შეხვედრებსაც, იმიტომ რომ ისინი ვინმეს გუნდის წევრები კი არ არიან, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდონ. ამ ქვეყნის მინისტრები არიან და პასუხები უნდა გასცენ ყველა შეკითხვებს, ყველას მიერ დასმულს და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ მოვიდნენ არა როგორც ჩვენი მხარდამჭერები, არამედ როგორც იმ კითხვებზე პასუხის გამცემნი, რომელიც იმ საზოგადოებას ექნება, რომელიც შეკრებილი იქნება ამ შეხვედრებზე და ვნახოთ, როგორ იქნება და რაც შეეხება საკრებულოს შენობას, მე ვადასტურებ კი, მაგრამ ესეც, აი თქვენ კარგი რამ თქვით, პარლამენტშიც ალბათ არ შეიძლება, შეიძლება აი ესეთი მახინჯი კანონები გვაქვს ჩვენ მიღებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეიძლება ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია. აი ესე და კანონი ამას ამბობს. არა, ეს არ არის მთავარი. კანონი არ დაიღოს. ეს არ არის მთავარი. არა, კანონი არ უნდა დაიღოს, ეს არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი და მთავარი, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ მე. რაც კანონში წერია, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სამართლიანია და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მისაღებია. აი ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მისაღებია თუ არა, ეს არის მთავარი ტესტი. იმიტომ რომ დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს, რომელიც ამბობს, რომ იმედი არ უნდა მაუწყებლობდეს. მაგრამ მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ის სასამართლო გადაწყვეტილება სამარცხვინოა, სასაცილოა და იმედის მაუწყებლობა აღდგება. და უნდა აღდგეს. დიდი მადლობა ქალბატონ თინა, უღრმესი ხალხზე რომ რაღაც წერია, ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა ჩვენ თავი ვაქნიოთ და ვთქვათ, რომ კარგია.
იმედის მაუწყებლობა აღდგება. მოდით მოусმინოთ გარანტორებს. ბატონ ლევან, თქვენ ერთის მხრივ ხართ ალბათ გარანტორი იმისა, თქვენ როგორც პარლამენტის წევრი, რომ არჩევნებამდე ყველაფერი მივიდეს ისე, რომ იყოს კანონიერი და ვერავინ ვერ შემოგვედაოს. ხართ თუ არა ამის გარანტორები, უმრავლესობის წევრები? პირველ რიგში მინდა ერთ მომენტზე გავამახვილო ყურადღება, ქალბატონმა თინამ აღნიშნა, რომ მახინჯი კანონები არის მიღებული და, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიის მთავრობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. არამც და არამც ვერ დავითანხმები ამ მოსაზრებას, რამდენადაც ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მინისტრებს ეძლევა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება, ნებისმიერი ქვეყნის, აი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობა რო ვნახოთ, იქაც კი პოლიტიკური თანამდებობის პირებს აქვთ უფლება რომ მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და მათ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაცია მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ზოგადად პოლიტიკური თანამდებობის დაკავება საზრით არ იქნებოდა. შენ საქმიანობ იმიტომ რომ პირველ რიგში წინასაარჩევნო კამპანიაში ღებულ მონაწილეობას იმიტომ რომ ამშევლის ნდობა მოიპოვო, შემდგომ ამ ნდობის შესაბამისად დაიკავო თანამდებობა და ის დაპირებები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში, ასე ვთქვათ, დაპირდი მოსახლეობას განახორციელო და შემდგომ ისევ წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ეს ბუნებრივი არის და არანაირი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პრინციპებთან საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში წინააღმდეგობაში არ მოდის. რაც შეეხება გარანტიებს ახლა. ბუნებრივია პირველ რიგში და ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად სამართლიანად გამჭვირვალედ მოხდეს არჩევნების საარჩევნო პროცედურების ჩატარება, იმდენად რამდენადაც ჩვენც ასევე როგორც საკმაოდ წონადი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სუბიექტი დარწმუნებული ვართ ჩვენი კანდიდატის გამარჯვებაში და ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ საარჩევნო ოლქები იქნება, საარჩევნო უბნები იქნება და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა იქნება, მაქსიმალურად ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლებები, თანაბარი გარანტიები და ასე შემდეგ და ჩვენ წინასაარჩევნო კამპანია კიდევ წინ გვაქვს დაახლოებით 40 დღე თუ არ ვცდები და ყოველი დღე ამის ნათელი 27 და ყოველი დღე ნათელი დადასტურება იქნება ამისა. რაც შენობებთან დაკავშირებით აქ ითქვა, რომ ნებისმიერი შენობა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გამგებლობაში არის, შეიძლება დაეთმოს წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზებისათვის ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს და ზოგადად ჩვენი კანონმდებლობითაც საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულები არიან, რომ თვითმმართველობის ორგანოებთან, ასე ვთქვათ, შეთანხმებით, განრიგიც კი შეადგინონ წინასაარჩევნო სუბიექტების სამომრჩეველებთან შეხვედრისა და ეს უზრუნველყოფილი იქნება. დიდი ბოდიში პატარა ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენ სხვათა შორის მიუმართეთ საარჩევნო კომისიებს ამ ნუსხების შესახებ და დღეს მივიღეთ წერილი, შემიძლია ასლი გამოგიგზავნოთ, სადაც წერია რომ ამ მსგავსი ინფორმაციის გაცემით ისინი არ არიან ეს არ არის მათი უფლებამოსილება რომ ასეთი ინფორმაცია გასცენ და პრაქტიკულად უარი გვითხრეს ამ ნუსხის გადმოცემაზე. ესე რომ იცოდეთ თქვენთვის. ნუ აქ საუბარი ალბათ იმაზეა საუბარი, რომ წინასაარჩევნო კანდიდატები პრეზიდენტობის კანდიდატები ჯერ ოფიციალურად დარეგისტრებულები არ არიან. როგორც კი რომლებიც არის კანონით გათვალისწინებული. როგორც კი ოფიციალურად კანდიდატები დარეგისტრდებიან, შესაბამისი მოქმედებების განხორციელდება საარჩევნო კომისიების მხრიდან. უბრალოდ სააკაშუმო დაასრულა ყველა საარჩევნო კანდიდატს, პრეზიდენტობის კანდიდატს და უფრო აქტიურად ახორციელებს წინასაარჩევნო კამპანიას. თქვენ თუ მიმართავთ, არა, დიდი ბოდიში ეს მნიშვნელოვანია. დღესაც რომ მიგემართათ, თუ დღესაც მიმართავთ, გუშინაც რომ მიმართავთ და გვითხრეს, შენობები არა გვაქვს განსაზღვრული. გუშინ მოქალაქე სააკაშვილი ერთ-ერთ ასეთ შენობაში იჯდა. მე მგონი გაუგებრად არ ვლაპარაკობ, ხო? თქვენ მითხარით, სანამ არ იქნებიან ოფიციალურად დარეგისტრირებული, ალბათ ამიტომო დარეგისტრირებულია უკვე ოფიციალურად მოქალაქე სააკაშვილი, მე მაინტერესებს. დარეგისტრირებული არ არის, მაგრამ ანუ რა განსხვავებაა მაშინ ჩვენსა და მოქალაქე სააკაშვილის? არანაირი განსხვავება ის არის, რომ თქვენი კითხვა. რომ ჯერ არ ვიცით გვექნება თუ არა? განსხვავება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უფრო ენერგიულად ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას და ზოგადად თავის წინასაარჩევნო კამპანიას აგებს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მომავალში და რა ხედვები გააჩნია მას საომავლო საქმიანობას დაკავშირებით და არ ვართ ჩართული ზოგადად ხელისუფლება არ არის ჩართული იმაში, რომ ასე ვთქვათ, დეტალები განიხილოს, ასე ვთქვათ, რომელმა საარჩევნო კომისიამ რა პროცედურები დაარღვია და ამის უსაფუძვლო ანგაჟირება
გასაგებია. არა, დიდი ბოდიში. გასაგებია, ხალბატონ თინა. არა, ერთ წუთი ბატონო როოს ეს ზამიშონი ხელისუფლება აბსოლუტურად არა, გასაგებია. კითხვას კი ავსვამ. ეხლა რა თქვა ბატონო ლევანმა, ის არის უშუალო. ხელისუფლება აბსოლუტურად უნდა იყოს დაინტერესებული. თქვენ მხოლოდ საარჩევნო კამპანიით კი არ უნდა იყოთ დღეს დაკავებული. თქვენი ფუნქციების შესრულებითაც უნდა იყოთ დაკავებული და უნდა იყოთ დაინტერესებული საარჩევნო დარღვევების კვლევითაც, მოკვლევითაც, კიდევ უფრო მძიმე სიტყვები შემიძლია ვთქვა, გამოძიებითაც და ასე შემდეგ. ამიტომ დიდი ბოდიშით, მაგრამ ამაზე პასუხისგებლობას ნამდვილად ვერ მოიხსნით, იმიტომ რომ პირველ რიგში პასუხისგებლობის მოხსნაზე საუბარი არ არის. მე ხართ ვიღაცის პასუხისგებლობის მოხსნაზე საუბარი, პასუხისგებლობით რას ლაპარაკობთ, როდესაც ხალბატონ თინა, დავამთავრებელი. თუ შეიძლება. აბსოლუტურად დაწონილად საუბრობ და კიდევ ერთხელ ვიზამ. უპასუხისგებლობაზე საუბარი არ არის, ხელისუფლება არის პასუხისგებელი და პირველ რიგში დაინტერესებული, რომ საარჩევნო კამპანია იყოს მაქსიმალურად თანასწორი, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ის საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელიც ჩვენ პარლამენტში განვიხილეთ და ოპოზიციის წარმომადგენლებს და პარტიებს მივეცით საშუალება, რომ წინა საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნონ თავიანთი წევრები და აქტიური, ასე ვთქვათ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო მენეჯმენტში. უნდა იყოს როგორც უმრავლესობა ასევე ზოგადად სახელმწიფო და კიდევ ვინ ბატონ მამკა, ვინ შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გარანტორი? შეიძლება თუ არა უცხოელი ექსპერტები იყვნენ იმისი გარანტორი, რომ ჩვენ 5 იანვრამდე და თუნდაც 5 იანვარს ჩავატაროთ არჩევნები ისე, როგორც არის საჭირო, რომ ჩატარდეს არჩევნები ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში. მე აუცილებლად შევეხები უცხოელი ექსპერტების ფუნქციასა და როლს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა ვიტყვი რომ უპირველეს ყოვლისა გარანტიორი უნდა იყოს კანონი, ანუ ეს გარანტია ჯერ ეს ერთი პირველ რიგში უნდა შეიქმნას ქვეყანაში და შემდეგ ამ გარანტიების გაძლიერებისათვის შეიძლება მივმართოთ უცხოელ ექსპერტებს, რომელთა ფუნქციასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ, თუმცა მანამდე ვიტყვი რომ აქ აზრი გამოითქვა მინისტრების მონაწილეობა არ მონაწილეობაზე, მე მინდა დავაფიქსირო რომ არანაირად არ გვაქვს ჩვენ სურვილი რომ მინისტრები ვიხილოთ ჩვენს გვერდით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, შეიძლება დავალებები გავცეთ ისე როგორც სააკაშვილმა გასცა და დავინახოთ ერთი როგორ შეასრულებენ ამ დავალებებს და მე ვისურვებდი მაგალითად რომ კანდიდატ სააკაშვილის გვერდით გვენახა მინისტრები ბენდუქიძე, მაგალითად მერაბიშვილი, მაგალითად ლომაია, რომლებსაც მალავთ და არ ვიცი რატომ მალავთ პრინციპში რა. კარგია თუ გამოჩნდებიან ისინი და ჩვენთან მისი გამოჩენა ნამდვილად არ არის საჭირო და მე დავინახავთ როგორი წონადი არის სააკაშვილი. ხა წონადობაში თუ ფიზიკურ წონადობას გულისხმობთ არ ვიცი. დანარჩენი წონადობას მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება ბატონი პალიკოს შემოთავაზებას, რეზო მე მინდა ერთი რამ თქვა, მან აღნიშნა რომ არ გვინდა აურზაური, ნამდვილად არ მინდა აურზაური და აურზაური არ არის თვითმიზანი, ვისაუბროთ პროგრამებზეო. მე თან მაქვს დავით გამყრელიძის წინასაარჩევნო პროგრამა, რასაც ვერ ვხედავ არც ლევანს და არც პალიკოს რომ გქონდეთ, სიამოვნებით ვისაუბრებ ამ წუთშივე თუ გვინდა ჩვენ პროგრამებზე, ასე რომ მოუმზადებლობა ამ თვალსაზრისით ჩვენ არ გვაქვს, როგორც კი გვეთქვით. ამ თემაზე ჩვენ გქონდა ხოლმე საუბარი, პასუხი გავეცი ბატონ პალიკოს და აქედან გამომდინარე ამას ჩვენ არ გაურბივართ. რაც შეეხება ერთ დეტალს კიდევ აქ ითქვა რა განსხვავებაა ჩვენსა და სააკაშვილს შორისო თინა მაპატიებ, მაგრამ ჩვენ შორის არის სხვა განსხვავება ჩვენს კანდიდატებსა და სააკაშვილს შორის და ღმერთმა არ ქნას რომ მსგავსება იყოს რაიმე. მესმის სამართლებრივად, მაგრამ სხვა მხარეც აქვს ამას. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, რეზო. მე მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი შეხვედრა გქონდა ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან, მათ შორის გაეროს ოფისში შევხვდით, თინაც ბრძანდებოდა დიპლომატიურ მისიებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მე მინდა გითხრათ რომ ეს არჩევნები და ახალს არაფერს ვამბობ, რომ არის ტესტი საქართველოს სახელმწიფოსათვის, არა ხელისუფლებისათვის, არა ხალხისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის არის ტესტი და ეს ტესტი უნდა იქნას ჩაბარებული საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი იმდაგვარი ფაქტი, რაზეც ჩვენ ახლა საუბრობდით და მე დარწმუნებული ვარ კიდევ მრავლად მოგვიწევს საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ თავარ თემას, რისთვისაც ტარდება და რისთვისაც დანიშნა თუ დაანიშნინეს რიგარეში არჩევნები სააკაშვილს გარედან თუ შიგნიდან. ეს არის ნდობის საკითხი, ეს არის ლეგიტიმაციის საკითხი, რომელიც სერიოზული, ასე ვთქვათ, პრობლემა გახდა უკანასკნელი განვითარებული მოვლენების ფონზე. მე ვგულისხმობ 7 ნოემბერს, 2 ნოემბერს, მას შემდეგ პერიოდს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, პირველი გარანტიორი ეს უნდა იყოს კანონმდებლობა საქართველოსი, ხელისუფლება, რომელიც როგორც ვხედავ, თლად ვერ ართმევს ამ, ასე ვთქვათ, მისიასა და დავალებას თავს, უნდა იყოს ამომრჩეველი და ქართული საზოგადოება და სწორედ ამის გამო ჩვენ მივმართავთ დღეს მივმართეთ უკვე და
ახალ მემარჯვენეებს გახსნილი გვაქვს შტაბში ეგრეთ წოდებული ცხელი ხაზი, სარგებლობის შემთხვევით ეს არის 72-22-46 ნებისმიერ კანონ გადაცდომაზე. ეს იქნება ოფისთან დაკავშირებით, ეს იქნება დევნასთან დაკავშირებით, ეს იქნება მოსყიდვასთან დაკავშირებით, დაშინებასთან დაკავშირებით, ან თუ გნებავთ პირადობის მოწმობების კოლექტიურ შეკრებასთან დაკავშირებით. არ ვიცი რა სჭირდება, მე კი ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამბობენ რომ მოგვეცით ყველამ და არჩევნების წინ დაგირიგებთ როგორც აი მსგავსი ფაქტები დაგვიკავშირდნენ ახალ მემარჯვენეებს და ჩვენ ამას ერთის მხრივ გავაცნობთ ქართულ საზოგადოებას და მეორეს მხრივ ისე როგორც იმ ფაქტებზე რაზედაც მე დღეს ვსაუბრობდი, შევატყობინებთ ყველა საერთაშორისო მისიას, რომელიც სადამკვირვებლო ფუნქციით ჩამოვა საქართველოში და ემათ ქართულ საზოგადოებასთან ერთად განიხილონ და განსაჯონ, რამდენად ლეგიტიმური არჩევნებისათვის ამზადებს ხელისუფლება. დიდი მადლობა, ჩვენ უბრალოდ სტუმრები გველოდებიან და ამიტომ ვჩქაროთ. ბატონ პავლე, ის რომ ეს არჩევნები არის ტესტი, ეს არაერთხელ აღნიშნეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციამ მზად ხართ თუ არა იმისათვის, რომ ტესტი წარმატებით ჩააბაროთ. უნებრივია, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ტესტი იყოს მართლაც წარმატებით ჩაბარებული და არც ერთი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს არც ერთ პროცესთან დაკავშირებით, რაც იქნება დაკავშირებული არჩევნებთან, შედეგებთან და ასე შემდეგ. მაგრამ მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ოპონენტებიც ასეთივე მიმართულებით იმოძრავებენ და მათი მთავარი საზრუნავი სწორედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იქნება კონკრეტულად მათი ხედვების საკითხთან დაკავშირებით და არა ის, რომ მართლაც და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის ცდილობები იყოს. ეხლა აქ იყო შემოთავაზები, რომ იქნებ მინისტრები ჩვენ შეხვედრებზე წამოვიდნენ და მათაც კონდეთ საშუალება, რომ ჩვენ შეხვედრებზე გასცენ კითხვებზე პასუხი. მე მინდა ყველას უთხრა, რომ ყველა პოლიტიკური გაერთიანება, ყველა ის კანდიდატი, რომელიც წარდგენილია პრეზიდენტობის კანდიდატად, სწორედ იმ პიროვნებებთან ერთად უნდა დადიოდეს შეხვედრებზე, რომელსაც მოიყვანს ამა თუ იმ თანამდებობაზე მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში. არის ბატონი ლევანის ესეთი კანდიდატურა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალბატონი სალომე ყველა შეხვედრაზე იქნება, რომელსაც გამართავს ბატონი ლევანი და ყველა იმ კითხვას გასცემს პასუხს, რაც საზოგადოებას გააჩნია. თავარი არის სწორედ ის, რომ ხდებოდეს კრიტიკა პოლიტიკური კურსის, პოლიტიკური ხედვების და კრიტიკა იყოს საგნობრივი და არა ის, რომ იყოს უსაფუძვლო ბრალდებები, რომლის შემდეგაც ელემენტარულად ბრალდებების დაცვა მოგვიწევს. დიდი მადლობა ბატონ პავლე, უღრმესი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისათვის. ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ უბრალოდ სტუმრები გველოდებიან, ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ სადრაზე და როგორ რა თემებზე გავაკეთოთ ბრიფინგები და რაზე ვილაპარაკოთ, დამოძღვრა არ გვჭირდება როგორმე. დიახ, ჩვენ ერთად დავდივართ მთელი გუნდი და ჩვენ საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ვლაპარაკობთ იმაზე, რასაც ვთავაზობთ საზოგადოებას ჩვენს ხედვებზე, იმ პოლიტიკაზე, რომელსაც გაერთიანებულ ეროვნულ საბჭოში შემავალი ადამიანები და ლევან გაჩეჩილაძე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, გაატარებს საქართველოში. მე სხვა რამეს ვამბობდი. მე ვამბობდი, რომ თქვენ გაქვთ პასუხი გასაცემი იმ დანაშაულებებზე, რომელიც ჩაიდინეთ ამ ქვეყნის წინაშე და ამ დანაშაულებებზე გაქვთ პასუხი გასაცემი და თუ ვაჟკაცობა ყოფნით საქართველოს მინისტრებს, მაშინ ყველას გასცემ პასუხი და არა შერჩეულ აუდიტორიას ხარდასაჭერად და მე მინდა ამ ეთერში საჯაროდ დავსვა კითხვები, რომელზეც აქ პასუხი ვერ მივიღე. ბატონი ლევანი ამბობდა, რომ ეკუთვნითო გადამდგარ თანამდებობის პირებსო და ვადასტურებ. მაგრამ რა დაცვით დადის საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი? რა ესკორტით დადის? არა, დიალოგში მე უბრალოდ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე და სულ სამ კითხვას დავსვავ. რატომ იკეტება ქუჩები, როდესაც გადაადგილდება საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი? რატომ იკეტება ქუჩები? სად ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი და რატომ დგას მისი კორტეჟი ყოველდღე შავნაბადას წინ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, არ ვიცი რა ქვია მას, აგარაკი ქვია თუ სახლი თუ რა ქვია და ბოლოს რატომ ეთმობა სახელმწიფოების მიერ კონტროლირება ტელეარხებზე პირდაპირი ჩართვები რატომ აქვს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ყველა მისი ღონისძიების და რატომ დღემდე არც ერთხელ ხას უსვამ არ ქონია პირდაპირი ჩართვა ლევან გაჩეჩილაძეს. ძალიან მარტივი კითხვებია, ხო? არაფერი ამაში არ არის. მე მინდა რომ ოფიციალურად წერილობით მივიღო ის აქტი, რომელიც მაქვს ედუარდ ჩევარდნაძესთან დაკავშირებით. იგივე მაინტერესებს სხვა ექს-პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილს. უნდა დავასრულოთ. ექს-პრეზიდენტ ედუარდ ჩევარდნაძეზე გაიცა ასეთი განკარგულება და ჩვენ ვიცით რა დაცვა აქვს, რა სახლი აქვს და ასე შემდეგ. ასეთი რამ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილზე არ ვიცით და მე მაინტერესებს ამ აქტის ნახვა. დიდი მადლობა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაიცნოს. ზერაში პასუხი თუ შეიძლება ძალიან მოკლედ და უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ სტუმრები გველიან. ძალიან მოკლედ, რა დაცვით დადის საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი? რა დაცვით დადის საცხოვრებს?
კი ბატონო, მე აღვნიშნე რომ საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი იმავდროულად არის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილ პრეზიდენტს ამ ქვეყნის კანონმდებლობით აქვს შესაბამისი გარანტიები, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიები. უნდა შეიძლება გავცეpas აქტი ბატონო ლევან ზებირა უნებრივია. უნებრივია არა, გამოგვიქვეყნეთ ხვალ გაზეთ 24 საათში. გამოქვეყნებულია. ის აქტი არ არის გამოქვეყნებული. შესაბამისი აქტი გამოცემულია. შესაბამისი აქტი. მე შევამოწმოთ და შესაბამისი აქტი არსებობს. ვთხოვოთ რომ დაითვალოთ მისი ესკორტი. შესაბამისი რამდენი მანქანით დადის და რატო შესაბამისი აქტი. აუცილებლად პირობას შესაბამისი აქტი ბუნებრივია არსებობს. ხა ჩვენც ვიცით კანონმდებლობას და ჩვენც იცნობთ, ოღონდ ასე ვთქვათ, ვიცით რა გარანტიები არსებობს პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის. არსებობს შესაბამისი აქტი, მას მართლაც ეკუთვნის კანონმდებლობიდან გამომდინარე სახელმწიფოს ხარჯზე დაცვა და ეს დაცვა უზრუნველყოფილი არის. გარდა ამისა, მას ეკუთვნის აგარაკი და შესაბამისი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ეს აგარაკი გადაცემული არის. გარდა ამისა, დავასრულებინეთ თუ შეიძლება. და გარდა ამისა, კანონმდებლობიდან გამომდინარე პრეზიდენტობის ნებისმიერ კანდიდატს აქვს უფლება სახელმწიფოს ხარჯზე დაიქირავოს დაცვა და შესაბამისი განკარგულება უკვე გაცემული არის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე და უკვე როგორც კი დარეგისტრირდებიან შესაბამისი კანდიდატები აუცილებლად მათ დაენიშნება სახელმწიფოს ხარჯზე და შესაბამისი დაცვა. მოხდები ქალბატონ თინასთვის ეს პასუხი არ არის დამოკმოყოფილებელი, თუმცა ეს კითხვები არაერთხელ დაისმევა წერაში. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მოგზაურობისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო თინას სტუდიაში მოგზაურობისათვის. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ სხვა სტუმრებით ყავს დღეს. დიდი მადლობა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატები. დღეს 2 საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია და რამდენიმე შეხვედრა შედგა. შალვა ნათელაშვილი ამორჩეულს საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმებას და ცხოვრების დონის ამაღლებას დაპირდა. დღესვე ცნობილი გახდა ირინა სარიშვილის დევიზი: სიმართლე ყველგან და ყოველთვის. სარიშვილი მოსახლეობასთან ამ ლოზუნგით მიდის. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი ირინა სარიშვილი. სიმართლე ყველგან და ყოველთვის ჩვენ სტუდიაში ბრუნდებით და ჩვენი სტუმარი არის ირინა სარიშვილი. ქალბატონო ირინა, საიდან ეს სლოგანი სიმართლე ყველგან და ყოველთვის? ეს სლოგანი არის რამოდენიმე ათეული წელია უკვე ჩვენი დღევანდელი თანაპარტიელების გია ჭანტურიას დროიდან ეს სლოგანი ყოველთვის იყო იმ პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების სლოგანი, რომლებსაც ეწოდებოდა ეროვნულ დემოკრატები და ჩვენ დღეს ვქვია იმედი, ეს პოლიტიკური სახელწოდება მოგეხსენებათ არ არის, მაგრამ ნებისმიერ ჩვენგანი რჩება ეროვნულ დემოკრატად და ალბათ ადრე თუ გვიან სამართლიანობაც აღსდგება ისტორიული ამ თვალსაზრისით. მართალი გითხრათ, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს პარტია არის დღეს ჩრდილში ეროვნულ დემოკრატებს გულისხმობ, თუმცა გარკვეულწილად ალბათ ედპს დაშლა უკავშირდება თქვენს სახელს. თქვენს და მამუკა გიორგაძის სახელს. რატომ გადადგით მაშინ ეს ნაბიჯი? რატომ წამოხვედით პარტიიდან? იმიტომ რომ პრინციპში პარტია ორი ლიდერის დატაკების გამო დაიშალა. არა, მე არ წავსულვარ პარტიიდან, თქვენ ყობა არ გახსოვთ. მე მაშინ გავხდი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, იმავე მამუკა გიორგაძის და სხვების მონაწილეობით და შემდეგ მოხდა გარკვეული უთანხმოება და გარკვეული ჯგუფი გამოეყო მაშინ. მნიშვნელოვანი ჯგუფი, ამას არ უარყოფ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას და შეიქმნა სახალხო პარტია, რომლის თავმჯდომარეც არის მამუკა გიორგაძე. საერთოდ მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში ნებისმიერი პროცესი ყოველთვის დაუკავშირდება მეტნაკლებად ცნობილი ადამიანების სახელებს, მით უმეტეს თუ ცუდიც და კარგი პროცესიც. ძალიან ბევრი შეცდომა იქნა ედპში ჩემს მიერაც, ალბათ მამუკა გიორგაძის მიერაც და ძალიან ბევრი ადამიანის მიერ დაშვებული თავის დროზე. ალბათ რაღაცები უნდა გადაგველახა, რაღაცებში ჩვენი თავისთვის გვეჯობნა. ახლა ამ წუთას გულახდილად რომ გითხრათ, მე რომ მკითხოთ, ნამდვილად ვერ ვხედავ ჩემს დანაშაულს იქ რა იყო, მაგრამ ალბათ ცოტა მეტი უნდა მეფიქრა, ასევე იტყვის ალბათ მამუკაც. ასევე იტყვის, ამიტომ ეს მაინც წარსულია, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ის მაინც მოვახერხეთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ჩვენგანი, მე უკვე დღეს ედპში აღარა ვარ მოგეხსენებათ, ეს იყო დღევანდელი ედპს ხელმძღვანელობის
კატეგორიული სურვილი და ვარდების რევოლუციის შემდეგ და ამის გამო მე მათ წინააღმდეგობა არ გაუწიე, მაგრამ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ შეიძლება ვერ ავწდით ხანდახან პიროვნულად ერთმანეთზე შეხებას, მაგრამ არც ერთი ჩვენგანის პირიდან არასოდეს არ ამოსულა თვითონ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიმართ რაიმე აუგი მიუხედავად. დღეს რა ძალით მოდიხართ პოლიტიკაში? დღეს მოვდივარ სხვათა შორის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ძალით, იმიტომ რომ იმედის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც ეს რამდენიმე ათეული წელი გავატარე. მე ამიტომ ამ ხრივ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ჯერჯერობით ახლა რომ გითხრათ, რომ რაღაცა ისეთი რამდენიმე 1000 წევრს ვითვლით მეთქი ეს მართალი არ იქნება, მაგრამ იმდენი წევრი ნამდვილად ყავს, რომ ვთქვათ ხელმოწერების აკრეფის პრობლემა ორმაგი და სამმაგი რაოდენობითაც წევრების აქტიურობის ხარჯზე არ გქონდეს. დღეს მე მგონი ცოტა სხვა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი და არა იმდენად ფუნქციონერების რაოდენობრივ ზრდაზე გასაკეთებელი. რაზე არის დაფუძნებული თქვენი პროგრამა? ძირითად აქცენტს რაზე აკეთებთ? კი ბატონო, ჩემ პროგრამას სახელწოდებიდან გამომდინარეობს პირდაპირ ეს არის კეთილდღეობა საქართველოს ყველა ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით მემარჯვენე ცენტრისტებად, ალბათ აი ამ შემთხვევაში პირველად აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, რომ შეიძლება ვიღაცა შორიდან ეს მემარცხენე ლოზუნგი ეგონოს, ანუ როცა სოციალური პრობლემები წინაპლანზეა გამოწეული. ჩვენ მემარჯვენე იდეოლოგიას არ ვღალატოთ, ანუ ვთვლით, რომ სოციალური შესაძლებლობები უნდა იყოს თანაბარი და ამის შემდეგ ადამიანებმა უკვე თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ბედიღბალი, მაგრამ ის რა მდგომარეობას დღეს ქვეყანაშია, ნამდვილად არ გვაძლევს არც ერთ ჩვენგანს იმ ილუზიის საშუალებას, რომ მხოლოდ ლოზუნგებით და პოლიტიკური საკითხებით ველაპარაკოთ ხელისუფლებას. მე ერთ რამეს ვიტყვი, მხოლოდ აი იგივე 2-დან 7 ნოემბრამდე მიმდინარე აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა იქ ვინმეს მხარდასაჭერად ან კონკრეტული დებულების გამო კი არ იყო მისულე მე-9 პუნქტში ვთქვათ, რა ცვლილება შევიდოდა და ამა თუ იმ საარჩევნო კომისიაში რამდენი წევრი იქნებოდა. ამ ადამიანებს შეათ ერთი, ეს ადამიანები არიან შეურაცხყოფილები, ღირსება აყრილები, ამდენი ცინიკური, ამდენი დაუდევარი დამოკიდებულებისგან გამომდინარე ხელისუფლების მხრიდან გულისხმობ და ამიტომ მათგან წამოვიდა ერთადერთი დაკვეთა. მოგვაშორეთ ხელისუფლება. ამის იქით მოსახლეობა ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მშიერი ადამიანი, რომელსაც ბავშვი მშიერი ყავს, შეურაცხყოფილი ადამიანი ვერ მიიღებს, აი როგორც მოდაშია სიტყვა, ადეკვატურ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს. არის კი თქვენი რეიტინგი დღეს იმხელა, რომ თქვენ ჩაანაცვლოთ ხელისუფლება, იმიტომ რომ თქვენი რეიტინგი საკმაოდ დაეცა იგორ გიორგაძესთან ურთიერთობის შემდეგ. იცით რა, მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვა შორის ცოტა ხნის წინ ნახეს ეს სამწუხარო მაგალითები, რომლებმაც ხელი დაიბანეს უცებ მათ გვერდზე მყოფ პირებზე და უცებ გამოაცხადეს, რომ თქვათ მათ არაფერი საერთო ერთმანეთთან არ ქონიათ. მე ნამდვილად არ მაინტერესებს ვისი რეიტინგი დაეცა და ვისი რეიტინგი აიწია რომელიმე კონკრეტული ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ. იგორ გიორგაძე არის მართალი. მე ამის გამო მას გულწრფელად მოუხადე ბოდიში. მე პირიქით იქით ვგრძნობ თავს დამნაშავედ, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ძალიან დიდი ზიანი მივაყენე ამ ადამიანს იმის გამო, რომ მეც აღმოუჩნდი მის მიმართ ცილისწამებლურ კამპანიაში ჩართული. დღეს მკვლელობას გულისხმობთ თქვენ. დღეს იგორ გიორგაძეს მე საყვედურებ ერთადერთ რამეს პოლიტიკურ პასიურობას და სწორედ ამის გამო თუ შეიძლება ასე თქვას კი არ ვემიჯნები, უბრალოდ ვიხსნი პასუხისმგებლობას მე ჩემი მხრიდან მის პასიურობაზე და ყველა ჩემ განცხადებაზე ვუხსნი მას პასუხისმგებლობას. არ მიმაჩნია სწორად რომ თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად გამიჯნული დარჩით, იმიტომ რომ იგორ გიორგაძის მომხრეები დააკავეს, თქვენ არა. ნუ ასე მაშინ ახლა იგორ გიორგაძეც არ დააკავეს და იგორ გიორგაძეც გამიჯნია. რატომ მოხდა ეს? ეს კითხეთ გივით არ გამაძებს, როცა სტუმრად გეყოლებათ ვანო მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, როცა ადამიანს არ იჭერენ, იმას უნდა კითხოთ, ვინც არ იჭერს, თორე ხა ვინც არ დაიჭერეს, იმან რა იცის, რატო არ დაიჭერს. მე ეჭვი არ მე მაქვს ჩემი ვერსია, რატომაც მოხდა ესე. ჩემი დაჭერით, ნუ მეტნაკლებად მაინც იმ 12 ადამიანს, მაია თოფურიადან დაწყებული, აი ყველა
თემურ ჯორჯოლიანი, ვახტანგ ტალახაძე, დავით აია, კვინიკაძე, გალდავა, სულ ყველა აბსოლუტურად 12 ადამიანი, რომელსაც არავინ არ ახსენებს სხვათა შორის ჩვენს გარდა, იმიტომ რომ მაინც რაღაცა შიში არსებობს, ყველა ამ ადამიანს როგორც ჩანს უფრო მკვეთრად ჩამოუყალიბდებოდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი და დღეს სამწუხაროდ ხელისუფლების გარდა ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს ხანდახან ოპოზიციაც და ემსგავსება იმ ექიმს, რომელიც კურნალობაზე უარს გეტყვით მარტო იმიტომ, რომ თქვენი შეხედულებები არ ასეთია მოგწონთ. თქვენი ვერსია. პროგნოზებს აკეთებდით ხოლმე, ქალბატონო ირინა, ხშირად თქვენი პროგნოზით რა იქნება 5 იანვარს? აი ესე იგი თვით ისეთ ცნობილ პროგნოზისაც კი როგორც მე ვარ ძალიან გამიჭირდება მართალი გითხრათ მე უფრო მაინტერესებს რა იქნება 5 იანვრის შემდეგ და ამას უკვე აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ 2-დან 7 ნოემბრამდე აქციების დროს მე ვერ დავინახე ოპოზიციის მზადყოფნა მოვლენების შესაძლო განვითარების შემთხვევაში აი 5 იანვარს ხო ორი ვარიანტი არსებობს ხო არა 2 არა 11 ანუ რამდენი კანდიდატის არის პლუს 1 კანდიდატი ესე იგი თუ მოიგო სააკაშვილმა რა ტაქტიკას მიმართავს ანუ პირველ ტურში თუ მოიგო სააკაშვილმა თუ მეორეში მისი მოგება გამორიცხულია თუ მივიდა მეორე ტურამდე რა ტაქტიკას მიმართავენ ოპოზიციური კანდიდატები ანუ ისინი იტყვიან რომ გაყალბდა არჩევნები და რომელიმე ერთ ფავორიტს ამოირჩევენ საკუთარ რიგებში თუ ყველა ცალ-ცალკე დაიწყებს იმის მტკიცებას რომ არა მე ვიგებდი არჩევნებს და სააკაშვილმა გააყალბა ეს ერთი და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია რა მოხდება მაშინ თუ მოხდა ისე და სააკაშვილმა ბოკერიამ, თარგამაძემ, ნადირაძემ, ვანო მერაბიშვილმა, ანუ ხალხმა, რომელსაც ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების გარეშე საქართველოში ესე ლაღად ცხოვრება გასაგები მიზეზების გამო, იგრძნო რომ შეიძლება საქმე წაგებისკენ მიდიოდეს. მე ამ შეშფოთების გამოთქმის საფუძველს მაძლევს 7 ნოემბერი სამწუხაროდ. დიდი მადლობა უღრმეს მადლობა ქალბატონო ირინა სტუდიაში მობრძანებისათვის. წინა საარჩევნო მარათონია რუსეთშიც. ხმების მოსაპოვებლად რუს პოლიტიკოსებს ერთი დღე რჩებათ. ხვალ ღამის 12 საათზე ქვეყნის მასშტაბით აგიტაცია შეწყდება. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ მოსკოვიდან ნაციონალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი სტანისლავ ბელკოვსკი, თბილისიდან კი კოტე გაბაშვილი. მოსკოვი 2 დეკემბრის არჩევნებისთვის ემზადება. პარტიების წინა საარჩევნო პროგრამები სააგიტაციოდ გადამწყვეტ ფაზაში შედის. მოსალოდნელი არჩევნების მნიშვნელობაზე რუსეთში შეკრებულ ჟურნალისტებს დღეს პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა და 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კრემლის ლიდერმა გასული წლების შედეგები შეაჯამა და მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა. Итоги выборов в Госдуму несомненно зададут тон и выбором нового президента России. Фактически уже сейчас страна вступает в период полного обновления высшей законодательной и исполнительной власти. Все, что сделано, достигнуто нами в упорной борьбе и может быть сохранено только при нашей с вами общей активной гражданской позиции. Именно поэтому я принял решение возглавить список «Единой России». И именно поэтому прошу вас прийти на выборы 2 декабря и проголосовать за «Единую Россию». კარი კასპაროვი თავისუფალია 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ რუსეთის ყველაზე რადიკალმა ლიდერმა საკანდიდატოა. გროსმეისტერის გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვში რამდენიმე მიტინგიც იგეგმებოდა, თუმცა შეკრება მხოლოდ 40 ადამიანმა მოახერხა, ისიც 2 საათით. პოლიცია ოპოზიციის მხარდამჭერებს მიტინგის დარბევით დაემუქრა. ხმების მოსაპოვებლად რუს პოლიტიკოსებს ერთი დღე რჩებათ. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 2 დეკემბერს მოუწევს. ცნობილი გროსმაისტერი 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. საკუთარი სახლის კართან გარი კასპაროვს მეუღლე და უამრავი მხარდამჭერი ვარდებით და სურათებით ხელში ელოდა. თავდაპირველად ისინი შეკრებას იზოლატორთან გეგმავდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ულტიმატუმი წამოაყენა. იმ შემთხვევაში თუ პეტროვსკის 38-თან კასპაროვის მხარდამჭერები გამოჩნდებოდნენ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კვლავ პატიმრობაში დარჩებოდა. Гარი Каспаровმა პირველი პოლიტიკური განცხადება საკუთარ სახლთან გააკეთა. Я думаю, что власть последовательно пытается запугать. И то, как освещалось это вот дело, то есть то, что они пустили журналистов в суд, они показывают, что им плевать на Конституцию, потому что нарушено было несколько просто положений Конституции, на российские законы, на здравый смысл, потому что дело было состряпано так безобразно. Каспаров — гордость России.
А Путин – беда России. Сослал его в застенки Путин в свои путинские. И нас ждет то же самое, если мы не демонтируем этот преступный режим. Путин должен, он никуда не уйдет. Он никуда не уйдет. Он не зря вот организовал такой ажиотаж, чтобы остаться, потому что он не может уйти. Путину надо уйти, Ходорковского освободить, а Путина в Чечню туда, вместо Ходорковского. გარი კასპაროვის გათავისუფლებამდე დღეს მოსკოვში ერთდროულად რამდენიმე აქცია იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთი შედგა მოსკოვის ბულვარში. ოპოზიციას აქციის ჩასატარებლად ქალაქის ცენტრში დღეს მხოლოდ 2 საათიანი ვადა მისცეს. საპროტესტო მიტინგი მცირე მხარდამჭერებისა და დიდი რაოდენობით სამართალდამცველების ფონზე მიმდინარეობდა. მოთხოვნები უცვლელია, შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები. აქცია დღის პირველ საათზე მას შემდეგ დაიშალა, რაც მომიტინგეებთან სპეცრაზმი გამოჩნდა და მიმდებარე ტერიტორიის ბარიკადებისაგან გაწმენდა დაიწყო. გუშინდელი დარბევის შემდეგ დღეს აქციაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა. სპეცრაზმის დანახვის შემდეგ მოსკოვის ბულვარი მათ საკუთარი ნებით დატოვეს. Свободу политзаключенных! Вот какова Свободу политзаключенных! Что вы требуете на это? Мы требуем свободу Гаспарову. Требуем, чтобы у нас была демократия и была свобода. Чтобы каждая личность, каждый человек мог высказывать свое мнение, не боясь власти. Все, что накануне выборов происходит, это скандальная, позорная вещь. Вот. И то, что будет серьезное нарушение на выборах, у меня не вызывает никаких сомнений. დღევანდელ აქციაზე თავად კასპაროვის პოლიტიკური მხარდამჭერები არ გამოჩენილან. ბორის ნემცოვი მთელი დღის მანძილზე ინფორმაციის გავრცელებას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მედიის საშუალებით ცდილობდა, თუმცა საეთერო დრო მას მხოლოდ ერთადერთმა დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა დაუთმო. ეხო მოსკოვში ბორის ნემცოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მოსახლეობაზე წინასაარჩევნოდ ზეწოლას ახდენს. Они на дверях пишут там гроб и крест наших агитаторов. Они ночью звонят. Такая власть у нас доблестная. Звонят ночью в 3 часа и говорят, будете за СПС голосовать или нет. Потом в 3:30 звонят. Так вы решили за СПС голосовать? И звонили. Да. Вам звонили? И потом контрольный выстрел в 4 часа звонили. 3 звонка они делают. На днях в Каннах был всемирный конкурс одеколонов. Вы знаете, Франция – столица парфюмерии всего мира. В номинации «Персональный одеколон» занял 1-е место в масштабах всей планеты. Запах Дживанши, лидер Запада сегодня. Вот, я не просил, сами, я не впускал. Все делают другие. Почему? Имя, от которого дрожит вся планета. Никакой НАТО бы не было ни в Чехии, ни в Польше. შედარებით მშვიდ ვითარებაში განაგრძობს საკუთარ საარჩევნო კამპანიას პროპუტინისებურად წოდებული ოპოზიცია. სკანდალური გამოსვლებით ცნობილმა ჟირინოვსკიმ საკუთარ სტილს არც ამჯერად უღალატა და წინასაარჩევნო აგიტაცია პროპაგანდა ფსიქიატრების თანხლებით გამართა. მათ შორის ერთი ქართველი ფსიქიატრიც იყო. ჟირინოვსკიმ ექიმებს განუცხადა, რომ დროა ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმებაზე იზრუნოს. Я не знаю, какие шансы, я к политике имею мало отношений. Так что, к сожалению, ничего не могу сказать. Мы единственные созданы снизу, из недр. Понимаете, это естественный плод российского общества. Российское общество хочет, чтобы было так, как предлагает ЛДПР. ფსიქიატრებთან შეხვედრის შემდეგ ჟირინოვსკი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა ოპოზიციის ლიდერებს ამომრჩევლის გულის მოსაგებად მხოლოდ 1 დღე დარჩათ. შაბათს ყოველგვარი წინასაარჩევნო კამპანია უნდა შეწყდეს. დღეს CSKOM პირველი გაფართოებული სხდომაც გამართა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის მზად არის. ოპოზიცია კი არჩევნების შედეგების ტოტალურ გაყალბებაზე უკვე წინასწარ საუბრობს. ჩვენ კი კვლავ სტუდიაში ვბრუნდებით, ჩვენი სტუმრები მოსკოვიდან გახლავთ სტანისლავ ბელკოვსკი, ხოლო პარლამენტიდან გვერდება ბატონი კოტე გაბაშვილი. საღამო მშვიდობისა. Здравствуйте, господин Белковский. Добрый вечер. Было время, когда вы прогнозировали, что в вашей стране, то есть России, ждет переворот. Что вы думаете сегодня? Я думаю, что он неизбежен, просто вопрос, когда это произойдет. Нынешний режим не имеет запаса прочности и в любом случае обречен. И я думаю, что преемник Владимира Путина, который будет гораздо слабее и ничтожнее, чем сам Путин, хотя гораздо слабее и ничтожнее быть довольно сложно, просуществует до весны 2009 года максимум. У этого режима нет запаса прочности ни в экономике, ни в политических структурах, поэтому я не вижу для него исторических перспектив на расстоянии более чем года. Но есть ли сегодня у россиян доверие к власти? Хоть минимальное? Нет, в России нет.
У России нет доверия не только к власти, у граждан России нет доверия не только к власти, но и к политическим структурам в целом. Впрочем, это не только вина режима Владимира Путина и последних 8 лет. На протяжении 20 лет, с времен перестройки, нас учили, что человек должен заниматься только личными, частными проблемами, собственными меркантильными интересами, не думать о большом и общем, не думать в категориях страны, государства, общества. И сегодня мы пожинаем плоды этого. Уровень энтропии, как сказали бы физики, то есть обесцененности всего и вся в России максимальный. И те люди, которые сегодня живут в России или которые часто бывают в ней, видят, что эта атмосфера нависающего конца, она абсолютно непреодолима, неизбежна и ощутима каждой клеточкой. Но как вы оцениваете стратегию оппозиции? Вы говорите все о власти и о власти, а что касается оппозиции, что вы думаете про ней? С сегодняшней оппозицией в России есть существенная проблема. Потому что, как показали последние 1,5 года, оппозиция не готова к выполнению своей основной функции – борьбы за власть. Большинство оппозиционных партий предпочитают стать второстепенными элементами в политической системе Кремля, но не рисковать той гарантированной рюмкой коньяка, которую они имеют ежедневно, безо всякой ответственности, и правом обвинять во всем Путина и говорить, что поскольку кровавый режим Путина никуда не пускает, то сделать ничего и нельзя. Я сейчас говорю из московской студии, я всегда говорил и говорю то, что считаю нужным, и кровавый режим мне никогда не мешал. К сожалению, в России огромное количество людей, которые готовы променять эту рюмку коньяка на возможность говорить свободно и открыто, и поэтому России нужны новые формы оппозиции, новое содержание оппозиции. Более года назад я призывал основные политические партии России, и не только я, конечно, бойкотировать выборы в Думу, но они на это так и не решились. Может быть, их позорный провал в рамках этого фарса, который называется парламентскими выборами 2007 года, чему-то научит старых политиков, и они займут более жесткую и более последовательную позицию. Если же нет, на смену им придут политики молодые, но это, конечно, требует времени. Господин Белковский, у нас есть сейчас возможность выслушать председателя комитета парламента Грузии Катагавашвили. Потому что вы согласны с мнением господина Белковским? Господин Белковский в последнее время очень активно выражает свои мысли, я думаю, довольно-таки остро и напряженно, но в принципе все, что он говорит, имеет большую почву под собой. Дело в том, что оппозиция, демократическая оппозиция, скажу я так, я пусть все-таки разделил оппозицию, то, которая не нравится Путин и хочет делать то же самое, но своими руками, от оппозиции, которая ориентирована на либеральные ценности и на демократическое развитие России. Господин Белковский, наверное, согласится со мной и поймет меня, если я скажу, что для нас, для Грузии, очень важно иметь такого соседа, как демократическая Россия. Это было бы спасением для всех, для многих решений, многих вопросов. Было бы очень хорошо, но, к сожалению, в России создана такая машина пропаганды, которая просто слово «либерал» считает за ругательное слово, а слово «рыночная экономика» там считается вообще, или, так сказать, какие-нибудь реформы по экономике изменой Родины. Вот дело в том, что если такие основные ценности, основные понятия не будут большим количеством не только интеллектуалов, но и обычных людей разделено, то будет очень трудно, наверное, победить ту власть вертикальную, которая сейчас создана, абсолютно управляемая, и которая, конечно же, победит на этот раз, потому что и качество зомбирования населения, и самая реальная ситуация, и слабость оппозиции, наверное, я согласен с господином Белковским, этому поможет. Это очень жаль, но и нам бы не хотелось, чтобы там были бы экстремальные решения вопросов. Это бы было очень опасно для России, для всех и в Европе, и живущих рядом других стран. Но я не знаю, я не эксперт, не могу говорить за Россию. Но, конечно, для нас интересно спокойная, демократическая, развитая, западно-ориентированная Россия. Это старый вопрос в России, и было бы хорошо, если бы как раз эта мысль бы победила против исключительности, исключительного пути российского развития. Это старый спор, я сейчас не хочу в это больше вмешиваться. Спасибо. Господин Белковский, зомбировано ли население России? Конечно, население в очень значительной степени зомбировано, но я должен сказать, что понятие либерализма и рыночная экономика дискредитированы не только в силу этого зомбирования. Они дискредитированы потому, что носители этих понятий, те люди, которые были у власти в 1990-е годы, распорядились ими не самым лучшим образом.
И для значительной части народа, независимо даже от путинской пропагандистской машины, которая сложилась уже в этом десятилетии, действительно либерализм и рыночная экономика ассоциируются с коррупцией, тотальным обнищанием и уменьшением статуса страны в мире. И мы должны воспринимать это как должную реальность. Никогда путинская пропаганда не имела бы успеха, если бы оппоненты Путина не создали для этого благоприятную почву своими безответственными и некомпетентными действиями. Поэтому для того, чтобы исправить ошибки 90-х, нужно не возвращаться назад, нужно идти вперед, на мой взгляд. Нужно объединять всех, кто в первую очередь готов мыслить в политических, а не иных, не коммерческих, не лично-психологических категориях политики. Сегодняшний конфликт между Россией и Грузией – это не политический конфликт. Я знаю, что многие придерживаются такой точки зрения, но я уверен в обратном. Это личный психологический конфликт Владимира Путина и Михаила Саакашвили, поскольку Владимир Путин не может найти общего языка с грузинским президентом. Они слишком разные. Путин по своей психологии бизнесмен, причем бизнесмен с криминальным оттенком. Он сформировался как личность вовсе не с КГБ, откуда он был изгнан еще в 1990 году, фактически с колоссальным понижением за ошибки, допущенные им во время работы в Германской Демократической Республике. Он сформировался в начале 90-х годов в администрации мэра Санкт-Петербурга Анатолия Собчака, где он отвечал, среди прочего, за контакты с криминальными группировками, контролировавшими в то время значительную часть экономики города. Он бизнесмен с криминальным оттенком, и он рассматривает все вопросы как диалог двух криминальных группировок, например, московской и тбилисской. Отсюда, собственно, и непонимание, и барьер, непреодолимый барьер между Путиным и Саакашвили. Я думаю, что если в России в обозримом будущем придет к власти человек, который будет смыслить именно политическими категориями, а не категориями бизнеса или криминалитета, то диалог между Москвой и Тбилиси не будет простым, однако он будет понятным, прозрачным и направленным на достижение неких вполне реальных целей. Потом, Коте, как вы думаете, мы имеем дело с личным конфликтом? Ну, тут дело не только в Путине, тут, видимо, дело в той большой прослойке, так сказать, истеблишмента российского, который думает так же. В принципе, оценка, которую сделал господин Белковский, она, в принципе, правильная оценка. Но я должен сказать, что тут вопрос психологический не только, так сказать, в языке, в вординге, разговоры с друг другом, не только, но это дело в основных ценностях, о которых идет речь. А ценности, они очень